ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად ავერსი გიზურებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი შუადღემშვიდობის მოგესალმებით სერგო კობალავა დღეს 18 მარტია შაბათი დღე რადიო იმედის ეთერში მუშაობას იწყებს სამედიცინო გადაცემა იმედის კლინიკა და უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ სამედიცინო საკითხზე ამ საუბრის გაშუქებაში დაგვეხმარება დღევანდელი სტუმარი თუ რა იქნება თემა და ვინ იქნება ჩვენი სტუმარი ამას რამდენიმე წუთში აუცილებლად გეტყვით როგორც ყოველი გადაცემის დასაწყისში შაბათ შეგახსენებთ აუცილებელ ინფორმაციას პირველ რიგში შეგახავთ ტელეფონის ნომრები რომელთა საშუალებით შეგიძლიათ დარეკოს სტუდიაში 292 1192 292 1199 და რა თქმა უნდა თქვენს აქტიურად ჩაერთვებით ჩვენს დიალოგში და დასვამთ კითხვებს თემიდან გამომდინარე. კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ Facebook-ის საშუალებით იმედის კლინიკის მისამართზე იმედის კლინიკა რადიო იმედი თემა იყო ანონსირებული თუ ყურადღებით ხართ და ხშირად კითხულობთ იმედის კლინიკის აღნიშნულ გვერდს ალბათ გამოაგზავნეთ უკვე კითხვები ამ კითხვებსაც აუცილებლად გავცემთ პასუხს გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში. ჩვენ კი რამდენიმე წამში მივესალმებით დღევანდელ სტუმარს და უშუალოდ ძირითად სასაუბრო თემაზეც გადავალთ. გავრცელების ჯანმრთელობას იმედის კლინიკა ღია ყოველდღე მაშ მეგობრებო ძალიან ხშირად გვსმენია ალბათ რომ ორგანიზმში არსებობს ეგრეთ წოდებული კარგი და ცუდი ცხიმები. ცხიმები შეიძლება იყოს ცხოველური წარმოშობის, მცენარეული წარმოშობის, გვსმენია ნივთიერებები, ტრიგლიცერიდები, მაგრამ არ ვიცით რას ნიშნავს ქოლესტერინი. თითქმის ყველას გაგვიგია, მაგრამ ზუსტი ფუნქციონირება, ზუსტი ფუნქციები ქოლესტერინის ალბათ ძალიან ბევრმა არ ვიცით. არის თორე ზოგადად საერთოდ საჭირო ეს ნივთიერება ჩვენს ორგანიზმში. მოკლედ, ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ცხიმები, ანუ ლიპიდები, ლიპიდური ცვლა. რა დასახის ცხიმები არსებობს, რისთვის არის აუცილებელი ცხიმი ჩვენი ორგანიზმისთვის და რა ცუდი მოაქვს იმ გარემოებას, როდესაც ორგანიზმში ჭარბად გროვდება ცხიმი. გაბატონი ნინო ესაკია, ავერსის კლინიკის ექიმი, ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, მედიცინის დოქტორი იქნება ჩვენი სტუმარი. მას მადლობას გადაუხდი მობრძანებისთვის. გამარჯობა. გამარჯობათ ბატონო სერგო, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. გაბატონი ნინო, თავდაპირველად მოდით აუხსნათ რადიო მსმენელებს რა არის ლიპიდები, რა არის ცხიმები და ზოგადად რისთვის არის საჭირო ცხიმი ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ ცხიმი ჭარბი რაოდენობით ეს არის მავნებელი, ეს არის საზიანო ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა თვალს ვერ დახუჭებთ იმაზე, რომ ცხიმი აუცილებელი ელემენტიც არის და მის გარეშე ნორმალური ცხოველქმედება ორგანიზმის წარმოუდგენელია. თვითონ სიტყვა ლიპოს ბერძნულენიდან არის და ნიშნავს ცხიმს და ზოგადად ლიპიდები ეს არის ცხიმისებრი ნივთიერებები, რომელიც აუცილებელი ადამიანის ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის, ანუ ნებისმიერი ორგანიზმის ფუნქცია, იგივე კუნთის შეკუმშვა, მოძრაობა თუ რა ხორციელდება ლიპიდების და რა თქმა უნდა არა მარტო ლიპიდების, სხვა ნივთიერებების საშუალებითაც. ლიპიდები ეს არის ნივთიერებები, რომლის წვის შედეგადაც წარმოიქმნება ენერგია და მოგეხსენებათ ენერგია ეს არის აუცილებელი ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის. გააჩნია შემდგომ უკვე ადამიანს რა რაოდენობით აქვს სისხლში ლიპიდები. ზოგადად ლიპიდები, ანუ ქოლესტერინი, როგორც ესეთ რატომღაც ადამიანებს გონიათ, რომ ქოლესტერინი არის მარტო საშიში, მავნებელი და ძალიან ცუდი ორგანიზმისთვის და რომ გაიგებენ რომ მათ აქვს ქოლესტერინი, უკვე ეშინიათ პაციენტებს. სინამდვილეში ქოლესტერინი აუცილებელი ნივთიერება და ყველა ადამიანს უნდა გქონდეს უბრალოდ ნორმის ფარგლებში, იმიტომ რომ რატომღაც გონიათ რომ არ უნდა გქონდეს ეს ქოლესტერინი. სინამდვილეში ნორმის ფარგლებში თუ არის ქოლესტერინი, ის რა თქმა უნდა მავნებელი კი არა, პირიქით სასარგებლოა. ქოლესტერინს და ზოგადად ლიპიდებს შენდება ყველა შემდგომის ნივთიერებები, იგივე ჰორმონები, რომლებიც რეპროდუქციისთვის არის საჭირო და ასე შემდგომ, ანუ ძალიან ბევრ რამეში მონაწილეობს ის. და ელემენტარულად თქვა, რომ ქოლესტერინი უკაცრავად გაწყვეტინებთ, ქოლესტერინის გარეშე წარმოუდგენელია უამრავი ჰორმონის და მათ შორის პირველ რიგში ეგრეთ წოდებული სტეროიდული და სასქესო ჰორმონების წარმოება. და ქოლესტერინი აუცილებელია გარკვეულ
გარკვეულწილად საშენი მასალა ნებისმიერი უჯრედის გარსისთვის. სწორედ ამიტომ ორგანიზმი როგორც ჭკვიანი ესეთი არეგულირებს ამ ქოლესტერინის დონეს და ინახავს მას ცხიმებში, ანუ დეპოს სახით. იმისათვის რომ მომავალში დაუშვათ თუ ქოლესტერინს ადამიანი ვეღარ იღებს და გადადის დეფიციტში, ის იმ რეზერვს ხარჯავს და იქიდან იღებს ენერგიის წყაროს. უბრალოდ თუ კი ადამიანი ჭარბი რაოდენობით იღებს ცხოველური წარმოშობის ცხიმებს, დიდი რაოდენობით რეზერვი ეგრეთ წოდებული დეპოს დაგროვება ხდება ორგანიზმში ქოლესტერინის სახით და ცხიმოვანი ზოგადად ცხიმების სახით და ეს ცხიმოვანი საფარი ძირითადად მუცელზე აისახება აბდომინალური სიმსუქნის სახით და უკვე ეს ნორმა კი არა პათოლოგიაში გადადის და ძალიან ბევრი დაავადებების პრედიქტორი არის. თუ ქოლესტერინი არის ნორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ის არ უნებს ადამიანს და ის უნდა გქონდეს კიდეც ადამიანს იმისათვის, რომ იგივე რეპროდუქციული სისტემა, სასქესო სისტემა, ნივთიერებათა ცვლა, მეტაბოლიზმი და სხვა ორგანოების მუშაობისათვის ის აუცილებელია. ბატონო, როდესაც ადამიანი იკეთებს ლიპიდურ რიცხვლის ანალიზს და დავხედავთ ანალიზის პასუხს, ქოლესტერინთან მიმართებაში გასაგებია. იმას ვხედავთ, ვიცნობთ რაც არის და შესაბამისად არ უნდა გადავიდეს გარკვეულ ზღვარს ნორმას. 5.2-ია ზედა ზღვარი. თუმცა ქოლესტერინის პარალელურად იქ არის ჩამოთვლილი უამრავი სხვა ნივთიერება. ეს არის ტრიგლიცერიდები, ეს არის ლიპოპროტეიდები, მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივი. შესახებ პრაქტიკულად ინფორმაცია არ აქვს რადიო მსმენელს, ვინც არ არის შეხებული მედიცინაში. ძალიან მოკლედ უთხრათ მათ რა არის ლიპოპროტეიდი, რა არის ტრიგლიცერიდი და ასე შემდეგ. აი მარტივად რომ ავხსნათ დაუშვათ ტერმინების და ზედმეტი დაუშვათ მეცნიერული საკითხის გარეშე უფრო მარტივად რომ გაიგოს ადამიანმა, როდესაც ის მიდის ლიპიდური ცვლის გამოკვლევაზე და ძირითადად ამას კარდიოლოგი ან ენდოკრინოლოგი ან ოჯახის ექიმი აგზავნის, იმიტომ რომ ძირითადად ეს სამი მიმართულება არის, რომელსაც ჭირდება აუცილებლად თავის მომავალი დანიშნულებისთვის ან დიაგნოზის დასმისთვის ეს ანალიზი, იქ მოდის რამოდენიმე პასუხი, არა ერთი, არამედ გაშლილად არის ჩამოყალიბებული და არის მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის, ძალზე დაბალი და ტრიგლიცერიდები. ბოლოში ასევე არის ათეროგენობის ინდექსი. შემდგომ ჩვენ ამის შეფასებას ვაკეთებთ, თუ ადამიანს მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქვს დაბალი, ანუ ნაკლები ვიდრე ნორმა, ეს იმას ნიშნავს, ჩვენ მას ამ ქოლესტერინს კიდევ კარგ ქოლესტერინსაც უწოდებთ მეორენაირად, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს უნარი გამოიტანოს ორგანიზმიდან ეს ცუდი მავნე ქოლესტერინი, რომელიც ათეროსკლეროზში გადადის ბოლოს. თუ დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქვს მომატებული, ეს არის რისკ ფაქტორი მისთვის გულსისაფრთა დაავადებისთვის. იგივე ტრიგლიცერიდები. რაც შეეხება ათეროგენობის ინდექსს, ეს არის ერთგვარი განსაზღვრის ფორმულა ათეროსკლეროზული პროცესებისაკენ, აქვს თუ არა მას მიდრეკილება და ასე შემდეგ. შემდგომ უკვე მას ექიმი, კარდიოლოგი ან ენდოკრინოლოგი უნიშნავს დანიშნულებას იმისათვის, რომ მოწესრიგდეს სისხლში ლიპიდური სპექტრი და ქოლესტერინების დონის რაოდენობა, რომელიც მაღალია მაჩვენებლები ისინი უნდა დაიწიოს, რა თქმა უნდა, და დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი პირიქით უნდა აიწიოს იმისათვის, რომ მას უნარი კონდეს ეს ცუდი ათეროსკლეროზული ფოლაქები გამოიტანოს. რაც შეეხება თვითონ ქოლესტერინს, აი საერთო ქოლესტერინი, ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც ზედაზღვარი არის 5.2 მილიმოლ-ლიტრში, არ უნდა აღემატებოდეს და რაც ნაკლებია უკეთეს 5.2-იც უკვე ზღვრული მაჩვენებელია, უკეთესია 5-ის ქვემოთ იყოს მაგალითად. თუ მაღალი აქვს ადამიანს, უკვე ჩვენ მას ვურჩევთ არა მარტო დიეტურ რეკომენდაციებს, გაჩნია შემდგომ რამდენად მომატებულია 7, 8, 10 თუ ასე შემდეგ. დიეტა აუცილებელი ერთ-ერთი კომპონენტი არის, რომ მოწესრიგდეს ეს ლიპიდების დონე სისხლში და დიეტის გარდა ვურჩევთ უკვე მედიკამენტების დანიშვნასაც და იქ რამოდენიმე ჯგუფის მედიკამენტები არის და ამას უკვე კონკრეტულად დოზებს და მილიგრამებს ექიმი ურჩევს. ზოგადად ეს ქრონიკულ დაავადებად მიიჩნევა, ლიპიდური ცვლის დარღვევა, იგივე ათეროსკლეროზი ან გიდი გულისის შემიური დაავადება, რომლების მართვაც აუცილებელია მთელი ცხოვრების მანძილზე და ხშირად ჩვენ ადამიანს, როდესაც ვუშვებთ დანიშნულებით, დაუშვათ სამთვიან მკურნალობის კურსს უნიშნავთ, რომ ქოლესტერინის დონე მოწესრიგდეს და მოვა ის პასუხებით სამთვეში და მოწესრიგებული აქვს უკვე იდეალურად მაჩვენებლები, მას გონია, რომ განიკურნა, უკვე კარგად აქვს სისხლში ქოლესტერინი და აღარ ჭირდება მედიკამენტები და ხშირ შემთხვევაში გაოცებულიც არიან, რომ აი რატო უნდა გავაგრძელო მიღება თუ კი ნორმა მაქვს. ეს ნორმა სწორედ იმიტომ არის განპირობებული, რომ მან მედიკამენტით შეინარჩუნა, ეს
მდგომარეობა, თორე როგორც კი შეწყვიტავს და რამოდენიმე თვე აღარ მიიღებს, რა თქმა უნდა, ისევ დარღვევისკენ მიდის საქმე. იმიტომ რომ ეს ქრონიკულია და უკვე ამისი მედიკამენტის გარეშე მართვა ძალიან რთულია. გარკვეულწილად შეიძლება ექიმი დათმობაზე წავიდეს, შეამციროს მედიკამენტის დოზა, რა თქმა უნდა, მინიმალურ შემანარჩუნებელ დოზაზე და დიეტაზე. რაც რთულია საქართველოში დიეტის შესრულება. ძალიან დიდი თემაა და მინდა ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ რადიო მსმენელს. საზოგადოდ ცნობილია, რომ არსებობს ორი, მოდით დავყოთ პირობითად ორი სახის ხიმი, ეს არის ცხოველური წარმოშობის, ეს არის მცენარეული წარმოშობის. ყველა რომ გავაჩეროთ და ვკითხოთ რომელი უფრო მავნებელია, ყველა გვეტყვის ცხოველური ცხიმი ძალსახად მავნებელია ვიდრე მცენარეული. რატომ არის ასეთი განსხვავება? ორივეს მსგავსი შენება აქვს, ორივე ლიპიდია, ორივე ცხიმი, მაგრამ ცხოველური წარმოშობის ცხიმი აუცილებლად აზიანებს ორგანიზმს სიჭარბის დროს. პირიქით ლიპიდური ცხიმოვანი ცვლის დარღვევის დროს ექიმები ძალიან ხშირად ურჩევენ პაციენტებს, რაც შეიძლება ჭარბად მიიღონ მცენარეული წარმოშობის ცხიმები. რადგან ერთგვარი კონკურენტები არიან. აი რატომ ხდება ასეთი ცხოველური წარმოშობის ცხიმიც დიეტის დროს, როდესაც ჩვენ ვურჩევთ დიეტას ადამიანს, აუცილებელია ოღონდ გააჩნია რამდენი გრამი, როგორ ღებულობს ის დღის განმავლობაში. დიეტის შერჩევის დროს ჩვენ ვურჩევთ, მაგალითად, მამაკაცებისთვის დასაშვებია 30 გრამის ოდენობით მიიღოს ცხოველური წარმოშობის ცხიმი, ქალებისთვის 20 გრამის ოდენობის. საერთოდ რომ არ მიიღოს ცხოველური წარმოშობის ცხიმი და ეს არ დიეტის, სწორი დიეტის და სწორი კვების რეჟიმის დროს არ ხდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მინიმალური რაოდენობით უნდა მიიღოს სწორედ იმისათვის, რომ შემდგომ მან ამ ქოლესტერინმა, თუნდაც კარგმა ქოლესტერინმა სისხლში იმოძრაოს და არ იყოს უკვე დეფიციტში. რაც შეეხება მცენარეულ ცხიმებს, მცენარეული ცხიმები ბევრად უფრო მარტივი არის, ის არ აზიანებს ორგანიზმს, არ იწვევს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ამიტომ მცენარეული ცხიმი, რა თქმა უნდა, უფრო სასარგებლოა და მისი რაოდენობა ისე მკვეთრად არ არის შეზღუდული დიეტისას, როგორც ცხოველური წარმოშობის ცხიმები. ცხოველური წარმოშობის ცხიმი არის ისეთი ტიპის პროდუქტებში, როგორიც არის ცხიმიანი ხორცის ნაჭერი, აი ქათმის კანი მაგალითად, კარაქი, არაჟანი. დიახ, ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს კარაქი, ასევე არაჟანი და ცხიმიანი რძე და რძის ნაწარმი და ასე შემდგომ. რაც შეეხება მცენარეულ ცხიმებს, მცენარეული ცხიმები ეს არის ზეთი, ზესუმზირის თუ ზეითუნის არ აქვს ზეთი რაც არის, ასევე მცენარეული ცხიმები არის ნიგოსში, იგივე მიწისთხილში, ზესუმზირაში და ასე შემდგომ. თუმცა მცენარეული ცხიმის გარკვეულწილად შეზღუდვაც ხდება დიეტის დროს, თუ ადამიანის წონის კლება გვინდა ჩვენ, თუ წონის კლება არ გვინდა, ის ადამიანი ჩვეულებრივად მიირთმევს. ძალიან საინტერესო თემაზე მინდა გადავიდე, რა რისკ ფაქტორები და მიზეზები უწყობს ხელს ცხიმოვანი ცვლის დარღვევას ადამიანში და იმყოფება უპირატესად რისკ ჯგუფში. 40 წლის ზევით მყოფი ადამიანები იმყოფებიან რისკ ჯგუფში. გარდა ამისა, რისკის ჯგუფს წარმოადგენს გენეტიკური დატვირთვის მქონე ადამიანები, მაგალითად დედას და მამას, ან და-ძმას თუ ჰქონდა ინფარქტი, ინსულტი, გულსისხლთა დაავადებები, ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და შემდგომ ეს ადამიანიც იმყოფება რისკ ჯგუფში მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის 40 წლის ზემოთ. ამას გარდა რისკის ჯგუფის პაციენტები არიან მწეველები, უფრო მეტად მსუქანი, ანუ ჭარბწონიანი პაციენტები, რომლებსაც გამოხატული აქვთ აბდომინალური, ანუ მუსლის ტიპის სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტები. და არ დაგვაუწყდეს კიდევ ერთი მდგომარეობა, რომელიც შედარებით იშვიათია, ეს არის თანდაყოლილი დარღვევა, ცხიმოვანი ცვლის. არის, როცა ახალშობილებშიც და ბავშვებშიც არის, ეს არის გენეტიკური დარღვევა დისლიპიდემიის, ანუ ჩვენთან ხშირად რომ მოდის პაციენტი და აღმოაჩენს, რომ მას აქვს ეს ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, დისლიპიდემია, ჩვენ მერე ვუხსნით მას, რომ არსებობს ორი ტიპის, ეს არის შეძენილი და დაუშვათ თანდაყოლილი. შეძენილი არის საკვების ჭარბი რაოდენობით არასწორად და მაღალკალორიული ცხიმიანი საკვებისგან და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, როცა აქვს ადამიანს ძირითადად მჯდომარე სამსახური, საოფისე სამსახური და ასე შემდგომ, ანუ ფიზიკური აქტივობის ნაკლებობაც ასევე წონის დაგროვებას უწყობს ხელს და შემდგომ უკვე ათვისება ხდება მაქსიმალურად იმ საკვები რაციონის, რასაც ის იღებს. რაც შეეხება გენეტიკურ ფაქტორებს, ეს უკვე ახალშობილობიდან არის და ასეთი ტიპის ადამიანები მართვას საჭიროებენ უკვე პედიატრიული ასაკიდან. დიდი მადლობა, ჩვენ პატარა სარეკლამო ჭრილი გვაქვს გადაცემაში, ყველა შეგახსენებთ, დღეს საუბრობთ თემაზე ცხიმები, ანუ ლიპიდები და ლიპიდური ცვლის დარღვევა. ქალბატონი ნინო ესაკია ჩვენი სტუმარი, რამდენიმე წუთში აუცილებლად განავაგრძობთ საუბარს. იმედის კლინიკა, სერგო კობალავესთან.
გრძელდება მეგობრებო, იმედის კლინიკა, ჩვენ საუბრობთ ლიპიდური ცვლის დარღვევაზე, ანუ ცხიმოვანი ცვლის დარღვევაზე, ავერსის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგთან, დიეტოლოგთან, ქალბატონ ნინო ესაკიესთან ერთად. ქალბატონ ნინო, კითხვები ძალიან საინტერესო, რომლებიც რადიო მსმენელებმა გამოგვიგზავნეს და მოდით ამ კითხვებსაც გადავალოთ თვალი. ყველგან ხდება ომეგა ცხიმების რეკლამირება, რა არის ეს ომეგა ცხიმები, რისთვის არის საჭირო და სასარგებლოა თუ არა მართლაც შეიძლება თუ არა ექიმის გარეშე დავლიო. მართლაც ომეგა ცხიმებს ძალიან დიდ რეკლამას უკეთებენ. პრაქტიკულად ყველგან, სადაც კი არ გაიხედავ, რა არის ეს ომეგა ცხიმი. კი ბატონო, შეიძლება მიიღოს ექიმის გარეშე, ეს არის აბსოლუტურად უნებელი, არანაირ მსგავს რაღაც გართულებებს არ იწვევს. უბრალოდ მაინც დაუშვათ გვერდითი ეფექტები ყველა მედიკამენტს აქვს და ჯობია გაეცნოს, რომ არ ქონდეს ალერგიული რეაქციები ამ კომპონენტზე. ომეგა 3 არის იგივე თევზის ქონი, ანუ ესეთი პროდუქტი, რომელიც ბუნებრივად, ნატურალურად შეიძლება მიიღოს ადამიანმა, ის არც ჰორმონალური პრეპარატია, არც სტატინების ჯგუფს განეკუთვნება, ასე რომ უსაფრთხო თუ არის ნებისმიერი ადამიანისათვის რეცეპტის გარეშედაც იყიდება, პრობლემა არ არის. ხოთიჯონის კარგია რომ ახსენეთ, ცალკე ჯგუფად ხომ არ გამოვყოთ საუბრის დროს თევზის ცხიმი, თევზის ქონი, რადგან ძალიან ბევრი მეცნიერი იზიარებს იმას, რომ თევზის ცხიმი მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად უფრო წააგავს ხოველური წარმოშობის ცხიმს, პირიქით საკმაოდ სასარგებლო ორგანიზმისთვის. გააჩნია თევზს, ანუ არის კატეგორიული აკრძალვა, მაგალითად ძალიან ცხიმიანი თევზის მიღება, როგორიც არის ასეტრინა, როგორიც არის სკუმბრია და შემდგომ, რომელიც ცოტა მეტი რაოდენობით გადადის ხოველურ ცხიმში და შეიძლება ქოლესტერინის დონე მოამატოს სისხლში. არის, რა თქმა უნდა, უფრო სასარგებლო, ეგრეთ წოდებული მოხარშული თევზის მიღება, მაგალითად კვირაში ერთხელ ორჯერ ვურჩევთ ჩვენ, ოღონდ გრამებსაც გააჩნია, რამდენ 200 გრამის ოდენობით, მაგალითად ჭარბწონიან ადამიანებში დასაშვებია, დიდი რაოდენობით ისიც არ არის კარგი. შემდეგი კითხვა, სისხლში ქოლესტერინი მაქვს 7 და 1 ვიცავ დიეტას, სვამ წამლებს, მაგრამ არა და არ ჩამოდის, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. საინტერესოა ეს პაციენტი, გარდა ქოლესტერინისა, სხვა რამე პრობლემების თუ აქვს ჯანმრთელობის მხრივ, ან ჰიპერტენზია, ან 7 მაღალი მაჩვენებელია და აი მიკვირს რომ წერს ვიცავ დიეტას, სვამ წამლებს, მაგრამ არ ჩამოდის. რა წამლებს სვამს კონკრეტულად, რა ჯგუფს? ასეთი ტიპის პაციენტებმა, ვისაც 7-ის ზემოთ აქვს ქოლესტერინი, აუცილებლად უნდა დალიოს სტატინების ჯგუფის მედიკამენტები და დაიცვას მკაცრად დიეტა, ანუ ცხოველური წარმოშობის ცხიმი უნდა ამოიღოს საკვები რაციონიდან. სავარაუდოდ რაღაც გადასახედია ამ პაციენტის როგორც ან დოზა ყოფნის, შეიძლება პატარა დოზაზეა, შეიძლება იღებს სტატინებს, მაგრამ მინიმალური დოზით და ნუ უმჯობესია ალბათ თავის ექიმს მიაკითხოს. თვალზე მქონდა ყვითელი ლაქები, ოჯახის ექიმმა მირჩია სისხლში ცხიმების რაოდენობა გამომეკვლინა და აღმოჩნდა ძალიან მაღალი ქოლესტერინის. ალბათ ხო. სანტელას მომწიახ. რას წარმოადგენს ეს ყვითელი ლაქები და ახლა როგორ შეიძლება ჩემი მდგომარეობის კურნალობა? კი ბატონო, ეს არის ნამდვილად ქოლესტერინის დონის დარღვევის შედეგად განვითარებული და ხშირად ესეთი პაციენტები ან დერმატოლოგთან, ან ოფთალმოლოგთან მიმართავენ, როდესაც თვალის ქვემოთ ან აქვთ ესეთი შეფერილობა, ოდნავ ყვითელი ფერის, ეს არის ცხიმის დაგროვება ერთგვარი, მისი მოშორება შესაძლებელი, ამას დერმატოკოსმეტოლოგი კარგად აკეთებს, რომ ვიზუალურად არ კონდეს ადამიანს დაუშვათ ესთეტიკური მხარის თვალსაზრისით, მაგრამ ახლიდან დაგროვდება თუ არ იმკურნალა ამ ადამიანმა, აუცილებლად უნდა შეიმოწმოს სისხლში ლიპიდური სპექტრის მაჩვენებლები და თუ მომატებულია მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. საჭიროებს კონსულტაციას. თუ ასეთი ცუდია ქოლესტერინი, რისთვის არის საჭირო ორგანიზმში? ამ კითხვაზე პრინციპში გავეცით. დასაწყისში ვისაუბრეთ. მართალია რომ ზეითუნის ზეთი პირიქით ძალიან სასარგებლო ორგანიზმისთვის და ეგრეთ წოდებული ცუდი ცხიმების დაშლას უწყობს ხელს. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი პრაქტიკულად გადავიდა ზეითუნის ზეთის მოხმარებაზე და ეს ტენდენცია ფრიად გავრცელებულია უცხოეთის ევროპის ქვეყნებში. პრაქტიკულად ამოღებულია გამოყენებიდან სხვა ტიპის ცხიმი, მათ შორის მცენარეული. დიახ, ჩვენ როდესაც ვურჩევთ პაციენტს დიეტას, ასეთი ტიპის პაციენტები, როდესაც შეზღუდულია ცხოველური წარმოშობის ცხიმების მიღება, იგივე კარაქი, არაჟანირზის პროდუქტი, ცხიმიანი წარმოშობის ხორცი და შემდგომ, ხშირად მათ ეწყებათ უკვე კუჭნაწლავის პრობლემები, ანუ მკაცრ დიეტაზე ვინც არიან, შეკრულობა, ნაუშთ მეტეორ
ანევრიზმის პრობლემი, კუჭნაწყლების ტრაქტის პრობლემი და ასე შემდგომ. ამ შემთხვევაში ზეითუნის ზეთი არის მართლაც ძალიან კარგი და სასარგებლო, იგივე სალათებზე გამოყენებით და ისედაც შეუძლია დაუშვათ მიირთვას ზეითუნის ზეთი იმისათვის რომ პერისტალტიკა იყოს კარგი კუჭნაწყლების ტრაქტის მოქმედება და ასევე არის გარკვეული სტატიები და ამის შესახებ მიმდინარეობს კვლევები რომ ის გულსისხლთა დაავადებების რისკებსაც ერთგვარად ამცირებს და ქოლესტერინის დონეს რა არის უჯერი და ნაჯერი ცხიმები? აგვიხსენეთ ჩვენთვის გასაგებ ენაზე. ამასაც დასაწყისში ქოლესტერინთან ერთად ვისაუბრეთ, ანუ ეს უჯერი ცხიმებია სწორედ იგივე მცენარეული წარმოშობის რაც იყო და ნაჯერი ცხოველური წარმოშობის, რომელიც ჩვენ შეგვიძლია საკვები პროდუქტებიდან მივიღოთ. ანუ ეგრეთ წოდებული ცუდი და კარგი ცხიმები, მოდით ასეთ შეგვიძლია დავყოთ და რისთვის არის საშიში ქოლესტერინი გულისთვის? ზოგადად როგორ შეიძლება გავაერთიანოთ, გავავრცოთ უბრალოდ ეს ბოლო კითხვა, ზოგადად რატომ არის სახიფათო ცხიმის დონის მატება და რა შეიძლება შეუწყოს ხელს? ანუ ნებისმიერი კარდიოლოგი, მე როგორც ვიცი, ვისთანაც მიდის პაციენტი, რაიმე ტიპის ჩივილით, გულის მხრივ, ეს იქნება არითმია, ტახიკარდია, უშუალოდ არტერიული წნევის მომატება, გულის უკმარისობა თუ რა, ყველა უშვებს მას პირველ რიგში ქოლესტერინის და ლიპიდური ცვლის მაჩვენებლის გამოკვლევაზე, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შემდგომ კარდიოლოგიური პაციენტების მართვაში. თუ ადამიანს არ აქვს გამოკვლეული სისხლში ქოლესტერინის დონე და არ არის შესწავლილი ლიპიდური ცვლა, მან რაც არ უნდა იმკურნალოს იგივე არტერიულ ჰიპერტენზიაზე, ან გულსისხლთა დაავადებებზე, კარგი მყარი და მკვეთრი შედეგი მას არ ექნება ამ მკურნალობაში და ხშირად მყავს მე ესეთი პაციენტები, დიაბეტით დაავადებულები, რომლებიც ხვდება და მათ ასევე აქვთ გულსისხლთა პრობლემები, არტერიული ჰიპერტენზია და აი მეუბნებიან, რომ ძალიან ბევრი წამალი მიცდია ჰიპერტენზიისთვის, ხშირ შემთხვევაში საქართველოში ესე არის, ადამიანი თვითონ სვამს წამლებს არტერიული წნევის შესამცირებლად, ხან ერთ ჯგუფს, ხან მეორეს, ხან მეზობელი ეთყვის, როგორც იციან. და შემდგომ მე მას ვეკითხები, აი თქვენ გამოკვლეული გაქვთ ლიპიდური სპექტრი ან ქოლესტერინის დონე სიხში? არა გვაქვს გამოკვლეული. როდესაც გავუკეთებთ ანალიზს, ხედავთ ძალიან მაღალი მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, მართვა ძალიან ძნელია გულსისხლთა და კარდიოლოგიური პათოლოგიების, იმიტომ რომ სწორედ ქოლესტერინია ის ნივთიერება, რომელიც ილექება სისხლძარღვებში, წარმოქმნის ეგრეთ წოდებულ ქოლესტერინულ ფოლაკებს, ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს და იწვევს ათეროსკლეროზული დაავადებების, გულის იშემიური დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის, ინფარქტის და ინსულტის რისკებს. ჩვენ, როდესაც ავუხსნით პაციენტს, რომ აი მან უნდა იცოდეს რა დაავადება აქვს მას და რა რისკები აქვს მოსალოდნელი ხარო და ხედავს ციფრი ქოლესტერინის 7, შეიძლება ხშირად ამბობენ, ნუ არა უშავს ახლა 5 ხო არის ნორმა და ცოტა მეტი მქონია ნორმაზე და რა უჭერს. არ არის ესე მარტივად საქმე. ეს 7 ქოლესტერინის მაჩვენებელი ან კიდევ უფრო მაღალი ციფრი, როდესაც არის პირდაპირ რისკის ჯგუფი, იგივე ინფარქტის, ინსულტის და ასე შემდგომ. როდესაც პაციენტს აუხსნი და ეტყვი, რომ აი თქვენ გემუქრებათ მომავალში, თუ კი ინერვიულად სტრესი გექნათ, ან რაღაცა შეგექნათ ისეთი სიტუაცია, რომ არტერიული კრიზი განვითარდა ჰიპერტენზიის, ხართ რისკის ჯგუფში ინფარქტის და ინსულტის განვითარების, უკვე ის ხვდება, რომ მან უნდა აკონტროლოს ეს ქოლესტერინი, რომ მომავალი გართულებისგან დაიცვას თავი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ არავის წარმოიდგენენ რა შეიძლება მით უმეტეს როცა გენეტიკური ხასიათის არის და დაუშვათ დედა ან მამა ან ბები ან ვიღაცა ოჯახში წლების მანძილზე ყავდა ინსულტით და აი მწოლიარე პაციენტი როცა არის და მძიმე პაციენტი მოსავლელადაც რთულია რომ ხედავ შენი ახლობელი ესე და უკვე ის გაითავისებს მიხვდება ჩვენ მას ვუხსნით რომ ეს არის ქრონიკული დაავადება და თქვენ წამლები არ უნდა შეწყვიტოთ მუდმივად უნდა იყოთ მონიტორინგის ქვეშ მინიმუმ 6 თვეში ერთხელ იკონტროლოთ სისხლში ქოლესტერინის დონე და მაშინ თქვენ იგივე არ დაგემუქრებათ აქ ასევე წეველობაზედაც არის საუბარი ანუ თუ ადამიანი არის თამბაქოს მომხმარებელი და მას ასევე აქვს არტერიული ჰიპერტენზია ან დისლიპიდები ანუ ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში იმ შემთხვევაში რისკები კიდევ უფრო ორმაგდება გულსისხლთა გართულებების მხრივ, იმიტომ რომ ათეროსკლეროზი და არტერიული ჰიპერტენზია არის სერიოზული, ეგრეთ წოდებული პლუს ამას შაქრიანი დიაბეტი ეს არის რაღაცა დიაბეტთან ერთად უკვე მეტაბოლური სინდრომია, სწორედ ჩემი სადისერტაციო თემა მეტაბოლურ სინდრომზე მაქვს დაცული დისერტაცია, რომელიც მოიცავს სიმპტომო კომპლექს, ანუ არტერიულ ჰიპერტენზიას, შაქრიან დიაბეტს, სიმსუქნეს, დისლიპიდემიას და კოაგულაციური ფაქტორების აქტიურობას, ანუ ჰიპერკოაგულაციას, როცა სისხლში შედედების სისტემა აქტიურდება.
ეს უკვე ადამიანი თუ კი დაავადდა მეტაბოლური სინდრომით და ყველა ეს დაავადება მასთან ერთვის, ის არის ქრონიკული პაციენტი და მუდმივად უნდა აკონტროლოს ეს მაჩვენებლები, მიყვეს ჯანსაღი ცხოვრების წეს, აუცილებლად დაიცვას დიეტა და ამოიღოს საკვები რაციონი და ცხოველური წარმოშობის ცხიმებით, კბილეულობა და ასე შემდგომ და ფიზიკური აქტივობის გააქტიობა, რაც მთავარია, ბევრი მოძრაობა, ფეხით ბევრი სიარული, იმის, რასაც გული აძლევს მას და კარდიოლოგი დაუშვათ თავს ნებართვას იმ მაქსიმალური დატვირთვით, რომ მან აუცილებლად დააგდოს წონა და დაირეგულიროს სისხლში ქოლესტერინის ზრდა. ჩვენ დაახლოებით 3 წუთი გვაქვს დარჩენილი გადაცემის ამოწურვამდე. ეს რაც შეეხება კარდიოლოგიურ პრობლემებს, ჩვენ გავაერთიანეთ რამდენიმე საკითხი ერთდროულად. იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან ეს. რჩევებიც მივაწოდოთ, როგორ მოიქცეთ ამ შემთხვევაში. სხვა მიმართულებით, თქვენი მიმართულებით, ენდოკრინოლოგიური თვალსაზრისით, რა გართულებები შეიძლება მოხდეს ლიპიდური ცვლის დარღვევას? ჩვენ მხრივ სიმსუქნე. უფრო პირდაპირ ენდოკრინოლოგი აი რო არ იყოს იქ. ხანდახან არის დისლიპიდემია, მაგრამ ადამიანს არ აქვს არც ათეროსკლეროზი ჯერ განვითარებული, ანუ დაადრეულ სტადიაზეა მოსული ახალგაზრდა ასაკით და არც ჰიპერტენზია არ აქვს, მხოლოდ ლიპიდური ცვლის დარღვა აქვს. ამ შემთხვევაში უკვე სიმსუქნე არის პირდაპირ ენდოკრინოლოგიურად, რასაც ჩვენ მართავთ, არის მორბიდული სიმსუქნე, ანუ პათოლოგიური სიმსუქნე, რომელსაც უკიდურესად დიდი წონა აქვს ადამიანს. ეს წონა უკვე ხელს უშლის მას ეგრეთ წოდებული ანუ ცხოველმყოფელობისათვის გადაადგილებაში უშლის ხელს, ქოშინებს, ტკივაძვლების სახსრები უჭირს ადგომა, დაჯდომა და შემდგომ, ანუ ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მას. შესაძლოა ხშირად არიან პაციენტები, როდესაც არც შაქრიანი დიაბეტი აქვთ, არც ჰიპერტენზია, მაგრამ მხოლოდ სიმსუქნე და ქოლესტერინის დონის მომატება უკვე მათ ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის და ჩვენ აუცილებლად დიეტის გარდა თუ არ ჩავერთეთ აქ მედიკამენტებით, აი მარტო დიეტით მკურნალობა პრაქტიკულად შეუძლებელი ასეთი ტიპის პაციენტისთვის, ვისაც აქვს დისლიპიდემია თანხვედრილი სიმსუქნესთან ერთად. აუცილებელია მედიკამენტების მიღება, როდესაც ქოლესტერინის დონე სისხლში დარეგულირდება და ნორმალურ მაჩვენებლობამდე მიაღწევს, ბევრად უფრო მარტივად იკლებენ ესეთი პაციენტები წონაში და სასურველ შედეგს იღებენ, ვიდრე ის პაციენტები, ვინც მედიკამენტით არ არის ნამკურნალები. და თქვენი ნებართვით კიდევ ერთ პათოლოგიას დავასახელებ, რომელიც ასევე პოტენციურად შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სისხლისთვის და უპირატესად ცხიმების დარღვევის ერთ-ერთი ტიპის დროს ხდება. ეს არის ტრიგლიცერიდების მატება და ეს არის პანკრეატიტი, რომელიც ასევე ძალიან სარისკო დაავადებაა და ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, რომ ცხიმოვანი ცვლის დარღვევამ შეიძლება სწორედ ამ დაავადების განვითარებასაც შეუწყოს ხელი. შედარებით იშვიათად, მაგრამ იშვიათი დაავადება, ქირურგიული პროფილის პანკრეატიტი, მაგრამ უფრო აი თუ გავიგებთ, რომ ადამიანს აქვს პანკრეატიტი, უკვე ძალიან სერიოზული სტაციონარული მკურნალობა საჭიროებს მას და მკურნალობის ძირითადი ასპექტი მიდის, აი ბინაზე რო გაეწერება შემდგომ ვერთვებით ჩვენ უკვე ენდოკრინოლოგები, წონის პრობლემების დარეგულირებაზე, ან წონის კორექცია მაინც ბოლოს აქამდე მივდივართ. დიდი მადლობა თქვენი დახმარებით. დღეს გავშალეთ თემა ლიპიდები, ცხიმები, ლიპიდური ცვლის დარღვევა, გავარკვიოთ თუ რა და რა სახის ცხიმები არსებობს, რატომ არის ცხოველური ცხიმის სახიფათო, მისი სიჭარბის შემთხვევაში და რატომ არა აქვს ანალოგიური თუმცა ნორმაში აუცილებლად უნდა იყოს ის ცხოველური ცხიმის. რატომ არის კარგი ეგრეთ წოდებული მცენარეული ცხიმები და რა შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში თუ არ მივაქციეთ ყურადღება ცხიმოვან ცვლას და როგორ უნდა დავიცვათ ცხიმოვანი ცვლა, ამაზეც ვისაუბრეთ. პირველ რიგში ეს არის დიეტა, ჯანსაღი წესი, მამნიშვევებზე უარის თქმა და რაც მთავარია ფიზიკური აქტიურობა, რადგანაც უფრო მეც ვივარჯიშებთ, მით მეტი ენერგია დაგვჭირდება, მით მეტი ცხიმი დაიწვება. დიდი მადლობა, ჩვენ საუბრობდით ქალბატონ ნინო ესაკიესთან ერთად, ექიმი, ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, მედიცინის დოქტორი. ჩვენი მედია მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. დღეს ამით ამოწურვოთ იმედის კლინიკა, ერთმანეთს ორ შაბათიდან შევხვდებით. ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.